როგორ ხდებოდა თბილისის ტყეპარკების ნაკვეთებად დაყოფა და დასხვისება და რა დარღვევები ახლდა თან ამ პროცესს დეტალური კვლევა ამ საკითხზე ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცემ ცოტა ხნის წინ დაასრულა. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ჩატარებული სამართლებრივი და ურბანული კვლევა თბილისის 4 დიდი სარეკრეაციო ზონის, ვერისა და ვაჭის პარკების, მზიურისა და დიღმის ტყეპარკის საკითხებს მოიცავს, რომელთა შესახებ დოკუმენტაცია სპეციალისტებმა გამოითხოვეს და შეისწავლეს. კვლევასთან ახლავს რუკები, სადაც თბილისის 4 პარკის ნაკვეთებად დაყოფა დასხვისების დინამიკა დეტალურად არის მოცემული. კვლევის ავტორებმა დიღმის ტყეპარკის საქმის გამოძიებისთვის პროკურატურას უკვე მიმართეს. Სამი წლის განმავლობაში ვერ მივახციეთ იმას, რომ უბრალოდ შეამოწმონ დოკუმენტები. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცე პროკურატურისგან დიღმის ტყეპარკის საქმის შესწავლას ითხოვს. განცხადება 200 გვერდიანი დანართით ორგანიზაციის დამფუძნებელმა პროკურატურაში უკვე შეიტანა. ანა გაბრიაძე საკრებულოს იმ დადგენილების კანონიერების შესწავლას ითხოვს, რომლის საფუძველზეც თბილისის ისტორიულმა სარეკრეაციო ზონამ ძველი სტატუსი დაკარგა, ხოლო მის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები აშენდა. არის საფუძვლიანი ეჭვი, უბრალოდ გაყალბებული იყო დოკუმენტები. ერთი იყო გატანილი საკრებულოს კომისიებზე და მეორე დამტკიცდა. 2009 წლის 11 სექტემბრის ხდომაზე საკრებულომ ყოველთვის მოულოდნელად დიღმის ტყეპარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოუხსნა. დიღმის ტყეპარკში მიმდინარე მოვლენებსა და საქმის პრეისტორიას დეტალურად აღწერს სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმი, რომელშიც დოკუმენტების გაყალბების შესახებაც საუბრობენ. იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული დადგენილების ტექსტური ნაწილი სიტყვა-სიტყვით ემთხვევა გაზეთში გამოქვეყნებულ ტექსტს. ცვლილება მხოლოდ გრაფიკულ ნაწილშია, სადაც რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა არა 1, არამედ 8 ჰექტარს. ეს ვინ არის გამაგებია და თქვენ ვინახართ, რატომ ხართ ჩემ კერძო საკუთრებაში? ამგვარად შეხვდა რამდენიმე კვირის წინ დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ნაკვეთის ამჟამინდელი მეპატრონე გრიგოლ ონიანი უსაფრთხო სივრცისა და მერიის წარმომადგენლებს, ვინც ტყეპარკის გამწვანებას ახალი ნარგავებით აპირებდა. გადამიღე, კარგად გადამიღე. ისა უფლება ჩემს საკუთრებას შემოიწრას. გვეღირსა ის როგორღაც რომ კერძო საკუთრებას დაცველი გამოვიდა ქვეყანას და ახლა გაბრიაძეს დავისვამ თავზე. ტყეპარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ძველი და ახალი მშენებლობებისა და სამეურნეო ნაკვეთების პრობლემა მეცხრე არხმა რამდენჯერმე გააშუქა. ხობე შემეშალა, ვაღიარებ, შეიძლება არასწორად გავლე რაღაც კვადრატულობით იყო რაღაც მეტრ ნახევარი. მოვიდა მერის განყოფილება და თხოვეს რომ არასწორად არის. და დღესვე გავუკეთე დემონტაჟი. მაგის პრობლემა, კანონს არ ვეწინააღმდეგებთ, რამე დავაშავეთ, დავაბეთ. ჩვენ შევისწავლეთ 4 პარკის ტერიტორიაზე რა ხდება. ყველა არის დაყოფილი. უამრავი მიწები არის გაყიდული, უამრავი მზადდებოდა. უსაფრთხო სივრცემ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა სამართლებრივ და ურბანულ კვლევაზე, რომელშიც თბილისის 4 დიდი სარეკრეაციო ზონის, ვერის და ვაკის პარკების, მზიურისა და დიღმის ტყეპარკის საკითხი იურისტებმა და ურბანისტებმა დეტალურად შეისწავლეს. კვლევასთან ახლავს რუკები, რომლებშიც 4 დიდი პარკის ნაკვეთებად დანაწევრება გასხვისების დინამიკა წლების მიხედვით არის გაწერილი. გარემოს დამცველებს იმედი აქვთ, რომ კვლევაში გამოვლენილი კანონდარღვევებით პროკურატურა დეტალურად დაინტერესდება.